ქართველები მოსკოვიდან რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თვითმფრინავის საბარგო განყოფილებით ჩამოიყვანეს. საქართველოს 136 მოქალაქე დეპორტირებულია და რუსეთის ფედერაციაში შესვლა 5 წლით ეკრძალება. დეპორტირებულთაგან 4-ს ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა, თუმცა მოსკოვის მილიციამ არც ვიზას და არც რეგისტრაციას ყურადღება არ მიაქცია და რუსეთიდან ისინიც გამოაძევა. აეროპორტის ავტობუსები სატვირთო Il-76 საბარგულთან განლაგდნენ. ქართველების გადმოსვლა და სასაზღვრო პუნქტთან მიყვანა დაცვის თანხლებით მოხდა. გამოძევებულები ამბობენ, რომ რუსეთში ქართველების ყოფნა განსხვავებით უფრო პრივილეგირებულად დატოვეს თბილისი. ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ რუსეთის მოქალაქეებს საუკეთესო ქართული ღვინო და კალათებით ყურძენი გაატანა. О чем вы говорите? О какой опасности? Мы жили здесь в гостях, мы отдыхали в Батуми, мы жили у своих друзей. И ни о какой опасности не может быть и речи. Нет, от Тбилиси ничего опасного не было, просто виза закончилась, я улетаю.